უპირველეს ყოვლისა, ევროკომისარ მარტაკოსის ვიზიტის შესახებ მოგახსენებთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს რეალურად უნდა განიხილებოდეს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესის კონტექსტში. ახლა ნამდვილად გადამწყვეტი მომენტია სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის და ევროკომისრის ვიზიტიც ამას უკავშირდება. იგი ამ შესაძლებლობას გამოიყენებს იმის დასადასტურებლად, რომ ევროკავშირის სამშვიდობო პროცესისა და რეგიონში ვითარების სრული ნორმალიზაციის ერთგულია. მისი ძლიერი გზავნილი ჩვენი მხრიდან იქნება შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ევროკავშირის თანამშრომლობა რეგიონში და უფრო კონკრეტულად შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვჯერა, რომ ეს იქნება კონტრიბუცია რეგიონისა და მოსახლეობისთვის. რაც შეეხება სიტუაციას საქართველოში, ჩვენი პოზიცია ცნობილია და ეს რამდენჯერმე ვთქვით, სერიოზულად ვართ შეშფოთებულები ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლით და ქვეყნის კიდევ უფრო დაშორებით ევროკავშირის გზისგან.